დაკავების მომენტში გაცნობის ფაქტი არ ყოფილა ზოგადად, ხელი ჩამოვლეს და ეკითხეს შენ ხარ თუ არა ვიაცეცხლაზე, კიო, ფორმა ნამდვილად ეცვათ, მაგრამ პირდაპირ მანქანაში ჩამტენეს ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით და შემდგომ კაფიოდ მოვითხოვე, რომ ჯო იქნება პოლიციელები არ ხართ და დამიდასტურეთ და ჩემითაც ჩავჯდები მანქანაში და ამის შემდგომ მაჩვენეს მტკიცებულებები. რაც შეეხება სახლის გასაღებს, მათის ტერიტორია დაიკავეს სანამ ჩვენ მივიდოდით და მე ვუხსნიდი არაერთხელ რომელი იყო ჩემი სახლის შესასვლელი, რასაც ვერ მიაკვლიეს. ამის შემდგომ მივდივართ და გასაღები მაქვს მე იმიტომ რომ სახლის გასაღები თანდათან მაქვს, პარალელურად მეორე გასაღებიც ვიცი სადაც იმყოფება და მათ შორის კი აქვს ბენზინის პატრონესაც, მაგრამ კარის შესასვლელი უშუალოდ გავუღე მე. ამის შემდგომ მიმდინარეობს ჩხრეკვა დეტალურად შესასვლელში და ლოგიკურია რომ შესასვლელი გაიჩხრიკება პირველი და ამის შემდგომ გადავდივართ საძინებელ ოთახში, სადაც ბოლომდე მიდის ჩხრეკა აწი იქიდან იმ ოთახიდან ფაქტობრივად აღარ გამოდივართ, იმიტომ რომ აუცილებლობა არ არის და დავაზუსტე და ვიკითხე, ხომ არ არის საჭირო რომ შემდეგი ოთახი ხელახლა გადაიჩხრიკოს და გარკვეულ მომენტში ჩხრეკა საერთოდ წყდება, როდესაც საუბრობს ხმაურზე. პოლიციელების მიმოსვლა, ყველანაირი მოძრაობა ჩერდება და ვზივართ, რაზეც ვეკითხები რომ რას ველოდებით თქო და საგამოძიებო პროცესის დასრულებას. გადის 20-25 წუთი რა მომენტის განმავლობაშიც ბატონი დავითი მართლა მწარედით ხოლ შემოსვლას, იმიტომ ჩვენ და სიწყნარია გარეთ არა. ხო, ანუ მე გვიკითხა, ანუ ამ დეტალებს ამიტომ ვკითხულობ. 10 მინუტში ვთქვა ზვიად ექსაკურატ